მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგს ვიწყებთ იმ საფეხბურთო ემოციებით, რომელიც ჯერაც არ განელებულა. სომხეთის ნაკრებს ორმატჩიანი დუელი მოუგეთ დიდი უპირატესობით. 3-0 და 6-1, ხოლო ჯამში 9-1. სრული სერიოზულობით ვულოცავ ჩვენს ნაკრებს და ხუმრობას ვეღარ ვამბობ, რადგან ყველანაირად იხუმრეს უკვე ამ თემაზე. ფიზიკურად აღარა დარჩენილი ხუმრობა, რო არ ეთქვათ ან დაეწერათ. გახარებულები იყვნენ სომხები, ადრე 7-0 მოგვიგეს ქართველებმა და ახლა გავაუმჯობესეთ შედეგი. უი, ერთი ხუმრობა დარჩენილა. მაგრად მოვიგეთ, მაგრამ მამარდაზე მწყდება გული ბიჭო. მამარდაზე რატო? გოლი რო არ გაუშვა? რო არ გაიტანა. აბა გაიტანა გოლი მამარდასაც რა იქნებოდა თითქმის ყველამ გაიტანა მაგის სანიოლის და ნაკრების ექიმის გარდა. აი როგორი თამაში იყო იცით თბილისში, ორივე მეკარე ტყუილად იდგა კარში. ჩვენი უსაქმოდ იდგა და იმათსაც ჰქონდა საქმე, მაგრამ რადგინდა. ჩემი აზრით ერევანში პირველი თამაშით სომხებმა დაამსხვრიეს მითი, რომ მათ სტუმარი არ უყვართ, როგორც აღმოჩნდა მათი კარი ქართველებისთვის ყოველთვის ღია. უფრო მეტიც, იმდენად უყვართ მასპინძლობა, რომ აქაც მათი კარი იყო ღია. მართლა მასე იყო, ხო და სომხებს იმდენი გოლი გაუტარეთ 3 წლის წინასწარ მოგებული გუგა. არა უშავს, მეგობრებო, მეზობლებო, ისევე როგორც ჩვენ, მოგება და წაგება, ანუ ჩვენ, მოგება და წაგება არიან ძმები, ოღონდ მოგება უფროსი ძმა. ჩვენი ძმების გასამხნებლად ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ვალერიანი ქსოვრელები და გიორგი ვალიდოლ შოჩიტაშვილი. ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენთან ერთად მოხვდნენ შემდეგი გუნდები: ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი. თურქეთის მეშინია ცოტა, თორე ესპანეთთან მოგებული გვაქვს ინიესტას დროს და ბულგარეთთან სტოიჩკოვის დროს. ხო და თურქეთთან აღმაშენებლის დროს. მართლა კარგად თამაშობ. მაშინ მაგრად თამაშობ. არ მაინტერესებს ძმაო, სოფლიოზეც უნდა გავიდეთ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რადგან 2026 წლის მუნდიალი ამერიკაშია და შანსი გვეძლება ამერიკაში ლეგალურად წასვლის. ხო და აუცილებლად გავალთ მსოფლიოზეც. ისეთი ბიჭები ყავს ამ გუნდებს ცალ-ცალკე კი არა, ყველას ერთად რომ ვეთამაშოთ, იმისიც აღარ მეშინია ჩემო ნიკოლო. ამიტომ ვირწმუნოთ რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. გულიაშვილო, გაიგე? შენ არ გეურები იმას ვეუბნები. მართალია და კიდე სტადიონზე მოქცევის წესებსაც თუ გადავხედავთ, არ გვაწყეს. შენ არ გეუნები, იმათ ვეუბნები. აბასობაში ქართული ბრენდი წყალი მთის პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური პარტნიორი გახდა. არ არის ბანანამნო. ანუ ამიერიდან საფრანგეთის ლიგა ერთში გვეყოლება კვარა, ჟორჟი, ზურიკო და მთისყარი. ეს ტენდენცია უნდა გააგრძელდეს და ლიონის პარტნიორი უნდა გახდეს ბორჯომი, მარსელის სნო, სენტ-ეტიენის ნაბეღლავი და ბორდოსის საირმე. სენტ-ეტიენის მაინც შეხირთვა ჯობია, წლიანებში რომ წავედით, აია, სენტ-ეტიური დედალი. სენსიტიური დედალი. კვარას უთქვამს, ცოტა მაცადია და ელარჯი გახდება მთავარი პარტნიორი და გემჟალია გენერალური სპონსორია. ხოლო ის სიმღერა იქნება კიდე ჯანსულო ჯანგულო ჩემპიონთა ლიგის სიმინი. მოკლედ PSG-ს წარმომადგენლებს ისე მოეწონათ ქართველები ჯერ კვარა იყიდეს, ახლა წყალთან ხელშეკრულება გააფორმეს და არაა გამორიცხული კლუბის მენიუში ხინკალი, ხაჭაპური და საცივის და ენიერი იქნება. ახლა კი საფეხბურთო კურიოზები. ბულგარეთში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთელს, რომელიც ცოცხალი ყოფილა. მე კარგია. ადამიანს სიცოცხლეში უნდა დაფასება, რომ მოკვდა. მე რაღაც
გვერდით მისაში დაუნახავს ეს კაცი ტრიბუნაზე და დაიყრიათ რომ მიცვალებული ადგა გარმოდა ფუტბოლისტები. ამ ვეტერანმა ფეხბურთელმა ცოცხალი ვარ კაცო რა შვებითო და ბულგარელებმა დაწეგი კაცო მზადა უკვე ყველაფერი ხუთშაბათს გასაბლარი. ისე საიდან მოიტანეს რომ მოკტა მაინც ვერ მივხვდი რა. სოლს დაუწყევლია ბიჭო შენ ჩაგდე კუბოშიო და არასწორად მიუტანეს ამავე ფეხბურთის ფედერაციას. აი დავშენ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს კაცი და 100 წლის მერე მართლა რომ გარდაიცვლება სტადიონზე გამოაცხადებენ. ახლა მართლა მივაგოთ პატივი. ეს ამბავი ბულგარეთში მოხდა ხო? ესე ვიცი. ხო და ასე ორგანიზებული გამოსულიყოს ბულგარეთის ნაკრები ჩვენთან სათავეში. ბრავო, ისე დიდი ამბავი, ერთი კაცი ეგრუნად გარდაცვლილი, ეგრე მე სომხეთის ნაკრები მთლიან მკვდარი მეგონა ისე ითხოვა. ავიც. კარგი, დავარებოთ თავის სამხებს, ნუ ღარ უშლით ნერვებს, გადავიდეთ კალათბურთზე. კი ბატონო. სანდრო მამუკელაშვილმა 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა გააკეთა. რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აკი აღარ მოუშალოთ სომხებს ნერვები. რა ვქნა ძმო, მართლა ისე იფრინა სანდრომ, რომ დროა ავიაკომპანია გახსნას მამუკელ აირეის. ისე მართლა მაგარი გვეზრდება ეს სანდრო. გვეზდება რა 2 და 6 სანტიმეტრია უკვე, მაგრამ კიდე იზრდება. გილოცავ სანდრო, კაი ბიჭი ხარ, მაგრამ უნდა მოუმატო, თორემ მაგდენი მიქაუტაძემაც კინაღამში აქ და რუარ შეეცვალა სტადიონი. კარგი, ხა მართლა გვეყოფა ხო თქვით რა, აღარ გავაღიზიანოთ თქო. მოკლედ სანდრო მისემაგრად ითამაშა რომ კინაღა მაიკ ჯორდანს გადაეცა სანდრო მამუკელაშვილის სახელობის პრიზი. ახლა დავფიქრდი რა. ფეხბურთში მაგრები ვართ. კალათბურთში ვგლიჯავთ ყველაფერს. მომიტანეთ ელასტიკები ერთი რა. იქნება ბალეტშიც მაგრები ვართ, არ ვიცი. არა მგონია. ახლა კი საინტერესო ინფორმაცია. აბიტურიენტებისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა უფასოა მათთვის, ვისი ოჯახის შემოსავალი წელიწადში $200,000-ზე ნაკლებია. მაშინ გილოცავთ ხალხო, რადგან ყველა ჩვენთაგანი შვილს შეუძლია უფასოდ ისწავლოს. არ ვარ. მართლა მასე თუა ქართველებს შეიძლება პირდაპირ დიპლომები მოგწია. ხო და ვიჩქაროთ სანამ ინდოელება დაგვასწროს. ცუდი ამბავიც მაქვს. მარტო სწავლა ყოფილა უფასო, ბუფეტი არ შედის. აი არის აბა მაგას რა აზრი აქვს? მე მგონი მაიმუნობე რაღაცას ეგენი. მერე დაიწყებენ ჰარვარდში მასწავლებელი, სურა უნდა ვუყიდოთ $20 მაგროვებთან. მერე საბნის ფული დადეთ, მერე ფონდის ფულიო, მაინც გაგწეწავენ რა. დიმა წავიდა და სასწავლებლად $200,000-ზე ოდნავ ნაკლები აქვს ხელფასი, უბრალოდ ასაკით აღარ ეკეთება. ოდნა. რატო ისე სწავლას იმერემდია? კი ბატონო, 100-ია, მაგრამ რა ვიცი. კარგი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ტესლას ყველგან მავალს ეგრეთ წოდებულ Cybertrucks ტექნიკური წუნი აღმოაჩნდა და ყველა ავტომობილი უკან მიაბრუნეს. არა ეგ მანქანა მე მარტო მახინჯი მეგონა და გაუმართავიც ყოფილა. ეგ რომელი მანქანა გამახსენე? აი ნახე ბავშვის ნახაზრო გავს. ვაჩვენოთ ერთი ფოტო. ისე დააკვირდით სახეს. ტესლას Cybertruck. ტესლა და ტრაკი რო ერთად ქვია, მანქანას რანაირად შეიძლება კაი გამო. დიდხარ. აი მე ხო და აი მაგიტომაცა Cybertruck-ის საქმე რო ტრაკისკენ მიდის. აი ისე ბრაკი იყო ნივაც, მაგრამ ვიარეთ 90 წლები და რაღაც აბრუნებდი რა მასა. ასმოსნებოდი მაგინო. აბა, გზელი პირველი, მოკლე მეორე. ვისაც მიბრუნება არ უნდა, ამ მანქანის მაცივად გამოყენებაც შესაძლებელია. თავისი დენი აქვს და ვიზუალურადაც გავს მაცივას. კი ბატონო. არა უშავს რა, პატარა შეცდომები ყველას მოსდის რა. აგერ მაგალითად ჩვენ მეზობელ თურქეთში უარესი დაემართათ. Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში მუშა დაავიწყდა და საწყალმა 3 საათი იფრინა ჩანთებთან ერთად. კიდე რას ლაპარაკობ? თელი გზავრებს კი ესმოდათ გინება. გამიღეთ თქვენი კოფაი აღლი, მაგრამ ტრალიაო პილოტზე უფიქრიათ აბა.
პილოტს კი უფიქრია რომ ეტყობა მგზავრი იმაგინებენ რომ ძალიან ცოტა რომ ისი ავარტიო. იმდენ ჩემოდანთან ერთად იფრინა ამ კაცმა რომ გამოვიდა კოდი სანამ არ მიუთითეს სიტყვა ვერ ათქვევიეს. რო გახდეს საბარგო გაყოფილება 8 ქურთუკი ეცვა საწყალს გაყინული იყო და ტყებალში და ჭადის ფქვილში იყო ამოგანგული. ეტყობა ქართველების იფრინავდნენ იბრეისით და საწყალი მუშა ასე ტრიალებდა თურმე ასე ის მოდის ხო იცი? ჩემოდრე მოძრავ ბილინგზე და პატრონი რა გამოუშთა შეაბურვეს უკან თვითფრენავის ტყებლიანი კაცი. ახლა ერთი სურვილი გამიჩნდა რა. სექტემბერში თურქეთის ნაკრები უნდა ჩამოფრინდეს თბილისში და ნეტ ასე დარჩებოდნენ თურქებს საბარგურში ჩალხანოდნენ. და ბოლოს ერთი სახალისო კვლევაზე უნდა გიამბოთ. თურმე ადამიანი დღის განმავლობაში თვალებს 15,000 ჯერ ახამხამებს. მე იმ კაცის შურს ამდენი დრო რო აქვს რომ თვალების ხამხამს ითხოვს. ფაქტია, დათვალა. ანუ გამოდის რომ ადამიანი თავის სიცოცხლის 1/3 ძილში ატარებს და 2/3 ხამხამში. რამდენჯერო რა თქვით 15,000 ჯერო? კი ბატონო. რა ვიცი მე ერთხელ ჩაუყარი თვალი ქალს და 2 თვე საავადმყოფოში მიწექი. გადაბინტული. აი ყოველ სხვათა შორის ჩვენმა დიმამ ეს ციფრი 8,000-მდე შეამცირა. იმიტომ რომ ფაქტობრივად თვალდახუჭული უკრავს. მოდი შევეჯიბროთ ახლა პარტამენტ და შენ ვინ უფრო დიდხანს გაძლებს თვალის დაუხამხამებლად. კარგი. დაგვითვალეთ. სანამ გამარჯვებული გამოვლინდება მანამდე შეგახსენეთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს თვალებ ხამხამა ქსოვრელები და დაჭყეტილი გიორგი ჩვენი დღევანდელი მონოლოგის მთავარი თემა იყო ფეხბურთი. საქართველოს სომხეთი, ანუ ეგრეთ წოდებული მიმინო დერბი. მოიცა, აღარ გვინდა მაგაზი ხუმრობა, ხო? არა, ხუმრობას არ ვამბობ რა, ხუმრობები ამოიწურა და სიმღერით ხო არ გამოვეხმაუროთ ამ ამბავს მე და კი ბატონო, სიმღერით მოვამთავროთ ეს ამბავი და მეტი აღარ ვისაუბროთ ამაზე მომავალ გადაცემამდე. დავედი ბიჭები.